აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ნოდარ-დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სცენაზე დევნილი ბავშვებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. სადაც სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა თეთრი ტალღა ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლი ტყის ზღაპარი წარმოადგინა. უკვე ტრადიციად იქცა წინა საახალწლოდ აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო და სახალისო ღონისძიებას სახელწოდებით საახალწლო ზეიმი დევნილი ბავშვებისთვის. წარმოდგენას 800-ზე მეტი დევნილი მოზარდი ესწრებოდა. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუმუნჯთა კავშირ ჰერას წარმომადგენლები. დასასრულს თითოეულ მათგანს საჩუქრები გადაეცა. ძალიან მომეწონა საჩუქრები, ყველაფერი მომეწონა და დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ მოვაქცია. მომეწონა სპექტაკლი, გავერთე და მინდა კიდევ მოვიდე აქ. ძალიან კარგი დღე იყო დღევანდელი დღე, ძალიან ვისიამოვნე ჩემ კლასელებთან ერთად და ძალიან კარგი საჩუქრებიც მივიღეთ.